სოფლიო ბირთვული იარაღზე კონტროლის გარეშე დარჩა. რა ხდება ვენესუელაში? ემუქრება თუ არა კირ სტარმერს გადადგომა? რუმინეთის პრეზიდენტი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. 5 თებერვალს ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვულ იარაღზე კონტროლის ბოლო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, რამაც მსოფლიოში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შექმნა. ბირთვული იარაღის შემცირების ამ ხელშეკრულებას, რომელსაც 2010 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს ხელი, New Start ერქვა. დოკუმენტი თითოეული მხარის მიერ ბირთვული ქობინების შემცირებასა და ერთჯერად 5 წლიან გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, რაზეც ვლადიმირ პუტინი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2021 წელს შეთანხმდნენ. ახლა კი არც ერთმა მხარემ აღარ მოინდომა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. დოკუმენტის ვადის ამოწურვით მოსკოვი და ვაშინგტონი 1970-იანი წლების შემდეგ პირველად დარჩნენ შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ რაიმე ფორმალური შეთანხმების გარეშე. პირველი ასეთი ხელშეკრულება სახელწოდებით SALT I, ანუ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება 1, მათ შორის 1972 წელს დაიდო. 1979 წელს SALT II მეორე ასეთი შეთანხმება გაფორმდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორმა ქვეყანამ 1991 წელს ახალი ხელშეკრულება გააფორმა სახელწოდებით START I და შემდეგ START II. ბოლო დროს კი ახლახანს გაუქმებული New Start-ი. ხელშეკრულება ცხადია, იდეალური არ იყო, მაგრამ ყველა ჩამოთვლილმა დოკუმენტმა მაინც დიდი როლი შეასრულა მსოფლიოს განიარაღების საქმეში. მაგალითად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ამერიკასა და საბჭოთა კავშირს ერთად 70,000-ზე მეტი ქობინი ჰქონდა. ახლა კი თითოეულს 5,000-ზე დარჩა. პუტინმა გასულ წელს წინადადება წამოაყენა ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივების შესახებ, რაზეც ტრამპმა უარი განაცხადა. მისი აზრით, ხელშეკრულება მოძველდა, რადგან ის არ ითვალისწინებდა ახალ რეალობას. ტრამპს ჩინეთის ბირთვული იარაღის საკითხი აწუხებს. ამიტომ ის ითხოვს, რომ ბირთვულ იარაღზე კონტროლის შესახებ ახალ შეთანხმებაში ჩინეთიც მონაწილეობდეს. ჩინეთის ბირთვული არსენალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების არსენალს. ჩინეთს დაახლოებით 500 ქობინი აქვს. ამიტომ ჩინეთის ხელისუფლება ვერ ხედავს აზრს, რომ რაიმე შეზღუდოს, სანამ ორივე მხარის შესაძლებლობები როგორღაც არ გათანაბრდება. მეორე მხრივ, რუსეთი მომავალ ხელშეკრულებაში საფრანგეთისა და ბრიტანეთის ჩართვას ითხოვს. მსოფლიოს ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი შიშობს, რომ ასეთ უკონტროლო ხანაში ქვეყნებმა შესაძლოა გამალებული შეიარაღება დაიწყოს. მით უმეტეს, რომ ასეთი ტენდენცია უკვე არსებობს. მიზეზი ცნობილია: უკრაინის ომი და ტრამპისეული დომინანტობის პოლიტიკა. ბევრი ქვეყანა ხმამაღლა საუბრობს ბირთვული იარაღის განთავსებაზე, მაგალითად ირანი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია და სხვა. მეორე საგანგაშო საკითხია ის, რომ ხსენებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ასევე რუსეთისა და ამერიკის მიერ 1/2 ბირთვული იარაღის ინსპექტირება წყდება. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ისედაც არ ხდებოდა ბირთვული იარაღის ინსპექტირება. ვაშინგტონის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოტივით ჯერ მოსკოვმა გამოაცხადა საინსპექციო მისიების შეჩერება. შეერთებული შტატები რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვაში დაადანაშაულა. 2023 წლის თებერვალში რუსეთმა დროებით შეაჩერა New Start ხელშეკრულება, თუმცა
მხარეებს ერთმანეთთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. ასე თუ ისე მაინც კონტროლდებოდა ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი. ახლა უკვე ეს კავშირიც აღარ მუშაობს. ამიტომ შეშფოთებულმა ამერიკელმა გენერლებმა აბუ-დაბიში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დროს თავიანთ რუს კოლეგებს კომუნიკაციის აღდგენა შესთავაზეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. ექსპერტების აზრით, New Start-ის გაუქმება არავისთვის და მით უმეტეს დასავლეთისთვის კარგი არ არის. როგორც ისტორია ცხადყოფს, ამ საკითხზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება რთული და ხანგრძლივი პროცესია. მესამე მხარის დამატება კი უფრო გაართულებს პროცესს. არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნები, რომელთაც არც ერთ ხელშეკრულებაზე არ მოუწერიათ ხელი, მაგალითად ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი. ამიტომ ამერიკის პრეზიდენტი რისკის წინაშე დგას. რა მოხდება თუ მისი ახალი წინადადება ჩაიშლება? ნათქვამია, გრევა ადვილია, შენება კი ძალიან ძნელი. ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც ამერიკის სპეცდანიშნულების ძალებმა საგანგებო ოპერაციის შედეგად ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავა. რა შეიცვალა იმის მერე ვენესუელაში და რა მომავალი აქვს ქვეყანას? ეს შეკითხვა მთელ მსოფლიოს აკერია პირზე. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის მართვას შეერთებული შტატების მთავრობა კისრულობს, მანამ სანამ ის დემოკრატიის გზაზე არ დადგება, მაგრამ გარდაქმნის კონკრეტული გეგმა ტრამპს არ წარმოუდგენია. მას უფრო ვენესუელის ნავთობზე უჭირავს თვალი, ვიდრე ქვეყნის დემოკრატიზაციაზე. ვენესუელის ახალი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ყველაფერს აკეთებს, რომ ტრამპი ამ მხრივ მშვიდად იყოს. ტრამპის მოთხოვნით ვენესუელის პარლამენტმა ენერგო სექტორის შესახებ კანონების მთელი პაკეტი მიიღო, რომლითაც ქვეყნის ენერგო სექტორის რეფორმა გატარდება, კერძოდ პრივატიზაცია მოხდება. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა უგო ჩავესმა თავის დროზე ვენესუელადან ამერიკული ნავთობ კომპანიები გააძევა და ქვეყნის ენერგო სექტორის ნაციონალიზაცია მოახდინა. ახლა ტრამპი ვენესუელის ახალი ხელმძღვანელობისგან ითხოვს, რომ ამერიკულ ნავთობ კომპანიებს ვენესუელაში მოქმედების ნება დართოს. ახალი კანონმდებლობა ასევე აუქმებს აქამდე არსებულ მოთხოვნებს, რომ ინვესტორებსა და ვენესუელის მთავრობას შორის ყველა დავა მხოლოდ ვენესუელის სასამართლოში უნდა წყდებოდეს. ახალი კანონები უცხოურ კომპანიებს უფლებას აძლევს ქვეყნის ხელისუფლებას საზღვარგარეთ უჩივლოს. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ამერიკულ ნავთობ კომპანიების მენეჯერებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა მათ ვენესუელის ენერგო სექტორში ინვესტიციის გაკეთებისკენ მოუწოდა, მაგრამ ტრამპის სავალალოდ თითქმის ყველამ უარი განაცხადა. ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის უდიდესი დადასტურებული მარაგი აქვს, მაგრამ ნავთობის საბადოები ძნელად მისადგომ ადგილებშია, რაც ნავთობის მოპოვებას აძნელებს. ასევე ვენესუელის ნავთობი ხარისხით დიდად ჩამორჩება სხვა ქვეყნების ნავთობს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ვენესუელაში ნავთობ მოპოვება უფრო ძვირია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ყველაფერთან ერთად ჩავესისა და მადუროს მმართველობის დროს ნავთობ საბადოების ინფრასტრუქტურა დაძველდა და წყობრიდან გამოვიდა. განახლებას კი დიდი დრო და ინვესტიცია სჭირდება. ამის გარდა ამერიკულ კომპანიებს იმიტომაც არ სურთ ინვესტიციის გაკეთება, რომ ვენესუელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ტრამპის გადაწყვეტილებით ვენესუელის ნავთობს ვაშინგტონი გაყიდის და მოგებულ თანხას ქვეყანას გადასცემს, თუმცა მიღებულ თანხებს ვენესუელის მთავრობა ვერ გააკონტროლებს. თანხა კატარში გახსნილ სამეურნეო ანგარიშზე ჩაირიცხება, რათა მთავრობამ ხელფასები და პენსიები დაარიგოს. ამ სქემით ვენესუელას უკვე 500 მილიონამდე დოლარი გადაეცა. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, აქ დიდი ნაბიჯები გადაედგა. პირველ რიგში
ვენესუელას ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ეწვია, რომელმაც ქვეყნის ახალ მთავრობასთან შეხვედრები გამართა. ასევე 7 წლიანი პაუზის შემდეგ ვენესუელაში ისევ გაიხსნა ამერიკის საელჩო. ტრამპმა ელჩად გამოცდილი დიპლომატი ქალბატონი ლაურა დოგუ დანიშნა, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრები ვენესუელის მთავრობასთან. რაც შეეხება ქვეყნის დემოკრატიზაციას, აქ საკითხი მოიკოჭლებს, თუმცა პოზიტიური ძვრებიცაა. ვენესუელის ახალმა პრეზიდენტმა ქალბატონმა როდრიგესმა პოლიტპატიმრების საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. დანარჩენ საკითხებში ვენესუელაში ისევ ტირანიაა. მადუროს გარდა თითქმის ყველამ შეინარჩუნა თავისი ადგილი. უფრო სწორად, ვენესუელას ახლა მადუროსთან დაახლოებული კლანური რეჟიმი მართავს, რომლის წევრებია ქვეყნის ახალი მეთაური დელსი როდრიგესი, ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე და დელსის ძმა ხორხე როდრიგესი, ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი დიოსდადო კაბელიო და თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო ლოპესი. 4-ვე წლების განმავლობაში მადუროს რეჟიმის საყრდენი იყო და იმავე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილები, რაც მადუროს ედება ბრალად. ამ 4-დან განსაკუთრებული სისასტიკით შინაგან საქმეთა მინისტრი დიოსდადო კაბელიო გამოირჩევა. ის ეჭვმიტანილია პოლიტიკურ და კრიმინალურ მკვლელობებში, წამებაში, რეკეტში და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. კაბელიო ვენესუელის უშიშროების ყველა სამსახურს აკონტროლებს. ამიტომაა, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც სკეპტიკურად უყურებენ ვენესუელის დემოკრატიზაციას, მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპს ეს არ აწუხებს, რაც ცხადად გამოჩნდა ტრამპის ოპოზიციის ლიდერ მარია მაჩადოსთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკის პრეზიდენტმა თბილად კი მიიღო პოლიტიკოსი, მაგრამ მოგვიანებით სხვა ამბავმა გაჟონა. კერძოდ, ტრამპი ძალიან გაღიზიანებული და უკმაყოფილო იყო, რადგან ქალბატონი მაჩადო დემოკრატიზაციას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა. შეაყარე კედელს ცერცვი. ამ დღეებში ბრიტანეთის და არამხოლოდ ბრიტანეთის მასმედიის ყურადღება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციამ დაუნინგ სტრიტ 10-მა მიიპყრო. მიზეზი პრემიერის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობა. კირ სტარმერი რომ მყარად ვერ დგას ფეხზე, ცნობილი ამბავია. მან ვერ მოახერხა თავისი პარტიის ერთ მუჭად შეკვრა. ლეიბორისტული პარტია 3 ფრთადაა გაყოფილი. ერთი ანჯელა რეინერის მეთაურობით მემარცხენეებს წარმოადგენს. მეორე ჯანდაცვის მინისტრის უეს სტრიტინგის ლიდერობით მემარჯვენეებს. კირ სტარმერი და მისი მომხრეები კი ცენტრისტები არიან. ლეიბორისტების მმართველობაში მოსვლის პირველივე დღიდან ეს 3 ფრთა ერთმანეთს ებრძვის. ქვეყანაზე ზრუნვის ნაცვლად კირ სტარმერი სულ მათი მორიგებითაა დაკავებული, რამაც ბრიტანელთა უმრავლესობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გახლეჩირი პრემიერი ხან ერთ ფრთას უგდებს ყურს და მის მიერ მომზადებული კანონის მიღებას ემხრობა და ხან მეორეს. მაგალითად, მემარჯვენეთა რჩევით სტარმერმა სოცდახმარების შეკვეცას სცადა, რაზეც მოსახლეობა განაწყენდა და შედეგად ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი დაეცა. მოგვიანებით დამფრთხალმა პრემიერ-მინისტრმა საპირისპირო პოლიტიკის გატარება დაიწყო. ასეთი ქაოსით არც მოსახლეობა აკმაყოფილი და არც თავად ლეიბორისტული პარტია. ამიტომ პარტიის კულუარებში სტარმერის გადაყენებაზე ალაპარაკდნენ. ჯერ ვიცე-პრემიერს და მემარცხენე ფრთის ლიდერს ანჯელა რეინერს ჰქონდა ამის მცდელობა, მაგრამ რეინერი თავად გაეხვა სკანდალში და სტარმერმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ სტარმერის გადაყენება მემარჯვენეთა ფრთამ სცადა, თუმცა კირ სტარმერმა თავისი გაწონასწორებული ხასიათის წყალობით პარტიის დამშვიდება მოახერხა, მაგრამ ეს მხოლოდ მანამ, სანამ სტარმერს ახალი თავსატეხი არ გაუჩნდა. მიზეზი ეპშტეინის ფაილების
გამოქვეყნება აღმოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ ერთი მძიმეწონიანი, მაგრამ ერთობ სკანდალური ბიოგრაფიის მქონე ინგლისელი პოლიტიკოსი პიტერ მანდელსონი ადრე ეპშტეინს კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდა. ის წინანდელი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრების კაბინეტის წევრი და ევროკომისარი იყო, მაგრამ დრო და დრო აგორებული სკანდალების გამო თანამდებობათა დატოვება უწევდა. ბოლო დროს მანდელსონი ინგლისის ლორდთა პალატის წევრი იყო. 2025 წელს სტარმერის ინიციატივით ის ამერიკაში ელჩად გაამწესეს. მისი დანიშვნიდან 1 წელიც არ იყო გასული, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. აღმოჩნდა, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა აწუკვე ავად ცნობილ ჯეფრი ეპშტეინთან. ახალ გამოქვეყნებულმა ფაილებმა მანდელსონის ავტორიტეტი საბოლოოდ გაანადგურა. მას ყველა მზორგი აქცია და მის მეგობრებს ახსნა განმარტებების გაკეთება მოუხდათ. მანდელსონის ერთ-ერთი მეგობარი კი თავად კირ სტარმერი იყო. შედეგად სკანდალი აგორდა, რომლითაც ოპოზიციამ ისარგებლა და სტარმერის პარტიულმა მეტოქეებმაც. მათ ეს ამბავი განგებ გაამძაფრეს და სტარმერის გადაყენებას მოითხოვეს. პრემიერ-მინისტრმა კი ყველაფერი სხვას გადააბრალა. სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა მორგან მასკვინიმ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და თანამდებობა დატოვა. განაცხადა, რომ კირ სტარმერს პიტერ მანდელსონის ამერიკაში ელჩად დანიშნა მან შესთავაზა. ასევე თანამდებობიდან გადადგა სტარმერის კომუნიკაციების დირექტორი ტიმ ალანი, მაგრამ სკანდალით გამოწვეული ვნებათა ხელვა არ ჩაცხრა. ყველამ ერთხმად მოითხოვა კირ სტარმერის გადადგომა. სტარმერი კი არ დანებდა. მან მტკიცედ განაცხადა, რომ თანამდებობიდან არ გადადგება და ამ ნაბიჯით ქვეყანაში ქაოსს არ გამოიწვევს. მან სასწრაფოდ შეკრიბა კაბინეტი. უცნობია, რაზე ისაუბრეს მინისტრებმა. ერთი რამ კი ნამდვილად გახდა ცნობილი. აჯანყებულმა ლეიბორისტებმა ფარხმალი დაჰყარეს და სტარმერის დარჩენას დათანხმდნენ. კრიზისი თითქოს ჩაცხრა, მაგრამ როგორც ინგლისის პრესა იუწყება, პრობლემა ბოლომდე არ აღმოფხვრილა. სტარმერის პარტიული მოწინააღმდეგეები მომავლისთვის ალბათ უკეთ მოემზადებიან. ბრიტანულ მასმედიას თუ ვკითხავთ, სტარმერის გადადგომა მხოლოდ დროის საკითხია. რუმინეთის ახალი პრეზიდენტი 55 წლის მათემატიკოსი და ცნობილი პოლიტიკოსი ნიკუშორ დანი ტრანსილვანიის ისტორიულ მიწაზე პატარა ქალაქ ფეგერაშში დაიბადა. ბუქარესტის ყოფილი მერი თავისი ანტიკორუფციული განწყობითა და პროევროპული პოლიტიკური აზროვნებითაა ცნობილი. პატარა ნიკუშორი სკოლაში მათემატიკური ნიჭით გამოირჩეოდა. მან ამ დარგში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2-ჯერ დაჯილდოვდა მათემატიკური ოლიმპიადის ოქროს მედლით. ნიკუშორ დანმა მათემატიკის განხრით ბუქარესტის უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლა იგივე მიმართულებით საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში განაგრძო. 1998 წელს პარიზის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მოიპოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ მათემატიკის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით ნიკუშორ დანმა პარიზის უმაღლესი სკოლის მსგავსი ბუქარესტის უმაღლესი სკოლა დააარსა, რომლის მიზანი ნიჭიერი რუმინელი სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევებში ხელის შეწყობა იყო. თავად სკოლის რექტორი და პროფესორი გახდა. მან ასევე ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის ასოციაცია დააარსა, რომლის მიზანი უცხოეთში წასული ნიჭიერი ახალგაზრდა რუმინელების სამშობლოში დაბრუნება და დახმარება იყო. მართალია ასოციაციამ დიდი ვერაფერი შეძლო, მაგრამ ის მაინც გააკეთა, რომ ახალგაზრდებს შრომისა და სწავლის სტიმული და მოტივაცია მისცა. მაგალითად, 2000 და 2002 წელს დიდი ფორუმი ჩაატარა, რაც ახალგაზრდა რუმინელ მკვლევართა გაერთიანების შექმნით დაგვირგვინდა.
2006 წელს ნიკუშორ დანის ინიციატივით შეიქმნა ორგანიზაცია ბუქარესტის ხსნის კავშირი, რომლის მიზანი ბუქარესტში კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობების დაცვა და რესტავრაცია იყო. ორგანიზაციის დახმარებით ბუქარესტი ისტორიულ უბნებში მაღალსართულიანი სახლების მშენებლობასა და ასობით ჰექტარი ტყეების გაჩეხვას გადაურჩა. ამავე ორგანიზაციის აქტიურობით ბუქარესტის მერიამ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დაამტკიცა. 2015 წელს ბუქარესტის ხსნის კავშირი ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერად ნიკუშორ დანი დარჩა. მოგვიანებით პარტიამ სახელი შეიცვალა და რუმინეთის ხსნის კავშირი გახდა. ნიკუშორ დანი სამჯერ მონაწილეობდა ბუქარესტის მერის არჩევნებში. 2012 წელს როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხმების მხოლოდ 9% მოიპოვა. 2016 წელს როგორც ბუქარესტის ხსნის კავშირის კანდიდატმა ხმების 31% მიიღო და სოციალისტ კანდიდატთან დამარცხდა. იმავე წლის დეკემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკუშორ დანის პარტიამ ხმების 9%-ით მესამე ადგილი დაიკავა, რითაც ის რუმინეთში მესამე ყველაზე დიდ და ძლიერ პოლიტიკურ ძალად იქცა. ნიკუშორ დანი კი რუმინეთის პარლამენტის წევრი გახდა. 2017 წელს ოჯახის კოალიციის ინიციატივამ რეფერენდუმისთვის ხელმოწერები შეაგროვა, რათა კონსტიტუციაში იმ დებულების ტექსტი ჩაერთოთ, რომლის მიხედვით ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორისაა შესაძლებელი. ამან ნიკუშორ დანის პარტიაში განხეთქილება გამოიწვია. პარტია ორ ფრთად გაიყო: პროგრესულებად და ნიკუშორ დანის მომხრეებად. დანის მომხრეები თვლიდნენ, რომ პარტია ღია უნდა ყოფილიყო ყველა მოსაზრებისთვის. ამ საკითხზე პარტიამ შიდა კენჭისყრა ჩაატარა. უმრავლესობამ ინიციატივა უარყო, რის გამო ნიკუშორმა პარტია დატოვა. 2020 წელს მან მესამეჯერ მიიღო მონაწილეობა ბუქარესტის მერის არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და ამჯერად წარმატებას მიაღწია. 2024 წელს ბუქარესტის მოსახლეობა მის მეორე ვადით აირჩია დედაქალაქის მერად. მისი მერობის დროს მთავარი აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობის გაზრდაზე გაკეთდა. თუმცა დაგვიანებული პროექტებისა და ბიუროკრატიული სირთულეების გამო იგი ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი. 2024 წელს რუმინეთში ინსტიტუციური კრიზისი განვითარდა, რომლის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება იყო. არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე ანტიდასავლური განწყობის მქონე კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. მოგვიანებით რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რადგან სასამართლოს აზრით არჩევნებში რუსეთის შარევა დადასტურდა. გადაწყდა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა ჯორჯესკუს აეგრძალა. ახალდანიშნულ არჩევნებში ნიკუშორ დანმა იყარა კენჭი, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. პირველ ტურში ევროსკეპტიკური ორიენტაციის მქონე პოპულისტმა კანდიდატმა ჯორჯე სიმიონმა ხმების 41% აიღო და პირველ ადგილზე გავიდა. ნიკუშორ დანი კი 20% დაკმაყოფილდა. რადგან პირველ ტურში ხმების უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, რომელშიც სრულიად განსხვავებული შედეგები დაიდო. პირველ ადგილზე ნიკუშორ დანი ხმების 55%-ით გავიდა. ჯორჯე სიმიონიმ კი ხმების 45% აიღო. ნიკუშორ დანს მხარი პროევროპულმა პარტიებმა დაუჭირა. ჯორჯე სიმიონიმ შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ნიკუშორ დანი რუმინეთის მეშვიდე პრეზიდენტი გახდა. ის რუმინეთის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მომხრეა. მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოს გაძლიერებას, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ნიკუშორ დანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია
უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, მაგრამ მისთვის მიუღებელია უკრაინაში რუმინელი ჯარისკაცების გაგზავნა. მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ამასწინებელმა განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუმინეთში. სანდუს თქმით, თუ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება, ის მხარს გაერთიანებას დაუჭერს. ამ განცხადების გამო მაია სანდუმ ქებაც დაიმსახურა და კრიტიკაც. რუმინეთის პრეზიდენტი ნიკო შორდანი მიესალმება სანდუს განცხადებას. მე პირადად მოლდოვასთან გაერთიანება მსურს, მაგრამ პატივს ვცემ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების ნებასა და აზრს. მისი თქმით, მოლდოვის მოქალაქეების დაახლოებით 95% ორი ქვეყნის გაერთიანების იდეის მომხრეა, მაგრამ ხალხის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, რუმინეთი ყოველთვის დამოუკიდებელი მოლდოვის გვერდით იქნება. ჩვენ ერთი ენა და ერთი ისტორია გვაქვს, განაცხადა პრეზიდენტმა. ნიკო შორდანი არაოფიციალურ ქორწინებაშია. მისი პარტნიორი რუმინეთის რენოს მენეჯერი მარიბელა გრიდინაროა. წყვილს ორი შვილი ჰყავს. დღეს ასე დავამთავრებ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ თქვენთან ვარ. ნახვამდის.